მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული გავლენა აქვს ამ ნაგებობებს ჩვენზე. ეს კომპლექსი ემსახურებოდა მთლიანად პურის წარმოებას, ან პროდუქციის მიღება, დასაწყობება, გადამუშავება, შენახვა, მერე წისკვილში ფქვილად ქცევა, მერე ფქვილის დამუშავება, მერე პურის ცხობა, პურის გაყიდვა, პურის მაღაზიაც კი იყო. ანუ მშენებლობა დაიწყო 32 წელს და ეს მოხდა იმის გამო, რომ თბილისის მოსახლეობა 300,000 გადასცდა. ზოგადად ჩვენ არ გვაქვს უბრალო მოქალაქეებს არ გვაქვს ჩვენი საარსებო გარემოს ფორმირებაში მონაწილეობის საშუალება, რაც თავისთავად ძალიან კომპლექსური პრობლემაა. თვითონ სისტემა ფუნქციონირებს ისე, რომ ითვალისწინებს მხოლოდ ინვესტორის საჭიროებებს. ბოლო 10 წლის განვითარებას რო გადავხედოთ თბილისის, ბათუმის, იქნება თუ სხვა ქალაქების საქართველოში, ძალიან მძიმე დინამიკაა, რაც ასევე აძლევს ყველას იმის საშუალებას, ვინც არის ამის ფლობელი თუ დეველოპმენტის ინიციატორი, რომ დაანგრიოს და ისე მოისროლოს თანაგვეზე თითქოს არანაირი ისტორიული, კულტურული თუ არქიტექტურული ღირებულება არ აქვს. საბჭოთა კავშირს ახასიათებდა ამ მასშტაბის სილოები. ესეთი დიდები ბევრგან არ არის. ეს იყო მაგალითად ესეც იგივე სილოებია, ოღონდ პურის კი არა, ამ შემთხვევაში ბეტონის ქარხანა იყო, რაც გადაკეთდა მერე რიკარდო ბოფილი არის ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტორი მის საპროექტოდ ესპანეთი. თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა ეს არის ჩვენი არქიტექტორების ასე ვთქვათ ინიციატივა, რომელსაც არანაირი საზოგადოებრივი ან ფართოგაგებით სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტატუსი არ აქვს. თუმცა ჩვენ მაინც შეიძლება ამ სფეროს წარმომადგენლები თუ ესეთი ნაგებობებით დაინტერესებული ადამიანები ხაზს უსვამთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული გავლენა აქვს ამ ნაგებობებს ჩვენზე, ჩვენი საარსებო გარემო ფაქტიურად განპირობებულია იმით, რომ ეს ქალაქი საბჭოთა პერიოდშიც და მანამდეც ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად იზრდებოდა და ვითარდებოდა და ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი აქ ზუსტად სილოს უჭირავს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ეს საბჭოთა 70 წლიანი ისტორია, ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ბევრი ოჯახის წევრი იყო ამ სისტემის ნაწილი, ამ სისტემაში გაიზარდნენ და რაღაცნაირად ესე ვერ ამოუძირკვავთ და ვერ მოვისვრით დავიწყებას ვერ მივცემთ ამ პერიოდს. შესაბამისად, ნაგებობებიც ზუსტად იგივენაირად როგორც რაღაც პირადი ისტორიები ადამიანების მნიშვნელოვანია და როგორც თქვი, სილოს ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რადგან საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა ცენტრალიზებული დაგეგმვის სისტემა. ანუ ეს ნიშნავდა, რომ რომელ ქვეყანაში რა საწარმო და ქარხანა აშენდებოდა და როგორ ჩაებმეოდა ეს მთლიანად საბჭოთა ინდუსტრიის ქსელში, იგეგმებოდა და იმართებოდა ცენტრალური ხელისუფლებიდან. შესაბამისად, ეს ორგანიზაციებიც, აი პურტრესტები, ხლებასტროი და ასე შემდეგ ამ სისტემის ნაწილი იყო და ხლებასტროი იყო ის ორგანიზაცია, სახელმწიფო ინსტიტუცია, ვინც დააპროექტა და განახორციელა ამ შენობის მშენებლობა. მშენებლობა დაიწყო 32 წელს და ეს მოხდა იმის გამო, რომ თბილისის მოსახლეობა 300,000 გადასცდა. 22-23 წლებში აშენდა პირველი ორი ნაწილი, აი აქაც ჩანს რა, რამდენიმე ბლოკისგან შედგება, ხო, სულ 84 ცილინდრია და თითო ბლოკში 18. ანუ პირველი ორი ბლოკი როცა აშენდა, ეს იყო 33 წელი და სტრუქტურულად დანარჩენი ბლოკებიც იგივეა, უბრალოდ უფრო 76-ში და 80 წელს დასრულდა მეორე დანარჩენი ორი ბლოკის მშენებლობა. არქიტექტურულად ძალიან საინტერესო არის და სტრუქტურულადაც, იმიტომ რომ განსხვავებული ტიპოლოგია აქვს სხვა საწარმოებისგან დამოუკიდებლად. შიგნით არის ესეთი სტრუქტურული კვანძები და თითოეული ცილინდრი შედგება ძალიან მჭიდროდ ნაქსოვი არმატურის ბადეებისგან, ჩამოსხმული არის ბეტონში და შიგნითაც თუ მოხვდებით, ნახავთ, რომ დღესაც კი 30-იან წლებში აშენებული სტრუქტურაც და ახლებიც ძალიან მდგრადია სტრუქტურულად. ამისი დანგრევა ფაქტიურად არის ძალიან დიდი რესურსის გაღება რა. თვითონ დანგრევის პროცესიც ძალიან ხარჯიანია. ამ რაღაც არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილს რო თავი დავანებოთ, თვითონ როგორც ტიპოლოგია არის მნიშვნელოვანი ეს შენობა, რადგან ესეთი ტიპის შენობები საერთოდ აღარ შენდება
ამის საჭიროება აღარ არსებობს, ეხლა უკვე ძირითადად ცილინდრები რაც კეთდება არის მეტალის და უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული და ფაქტიურად უკვე ცოცხალი მონუმენტია და რაღაც ამ ისტორიის შემორჩენილი ის არის რა არტეფაქტი რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ჩვენი აზრით მოსაფრთხილებელი და დასაცავი. სამწუხაროა რომ ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს ესეთი შენობების დაცვის კანონი და თითქმის უკვე 100 წლის ნაგებობას არ აქვს ძეგლის სტატუსი. რაც ასევე აძლევს ყველას იმის საშუალებას, ვინც არის ამის მფლობელი თუ დეველოპმენტის ინიციატორი, რომ დაანგრიოს და ისე მოისროლოს სანაგვეზე თითქოს არანაირი ისტორიული, კულტურული თუ არქიტექტურული ღირებულება არ აქვს. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ არანაირი მექანიზმები არ არსებობს იმისთვის, რომ აი უბრალო მოქალაქემ რაღაცნაირად მონაწილეობა მიიღოს მის საარსებო გარემოში რა იგეგმება და რა შენდება, ხო? არა მარტო ამ ადგილას, არამედ აი ჩვენს საცხოვრებელ ადგილებთანაც, აქაც არის ახლოს საკმაოდ საცხოვრებელი რაიონები და რა თქმა უნდა, მათ არავინ არ კითხავს ამ შენობის დანგრევა გაუხარდებათ თუ ეწყინებათ. ზოგადად ჩვენ არ გვაქვს უბრალო მოქალაქეებს არ გვაქვს ჩვენი საარსებო გარემოს ფორმირებაში მონაწილეობის საშუალება, რაც თავისთავად ძალიან კომპლექსური პრობლემაა. რატომ არ გვაქვს ეს პოლიტიკური და იდეოლოგიური და ანუ ასევე სოციალური საკითხიც არის, რისი კვლევაც უკვე ბევრ ავტორს აინტერესებს და ამაზე მუშაობენ კიდეც, მაგრამ აი ჩემი გამოცდილებიდან არქიტექტორის თვალით დანახური რაც შემიძლია რომ ვთქვა, თვითონ სისტემა ფუნქციონირებს ისე, რომ ითვალისწინებს მხოლოდ ინვესტორის საჭიროებებს და არა ან ადგილის, ან ის მომიჯნავედ მაცხოვრებელი ადამიანების, ან თუნდაც იგივე არქიტექტორების. ბოლო 10 წლის განვითარებას რო გადავხედოთ თბილისის, ბათუმის იქნება თუ სხვა ქალაქების საქართველოში, ძალიან მძიმე დინამიკა არის რა. მძიმე არის იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად რაღაც ადგილის განვითარება, იმიტომ კი არ ხდება, რომ იქაურობა გაუმჯობესდეს, იმიტომ ხდება, რომ ეს ადგილი ადვილად ხელმისაწვდომია დეველოპმენტისთვის, რომელიც მხოლოდ მოგების მიზნით აშენებს რაღაცას. კი უკვე თბილისში ძალიან გართულდა ცხოვრება და დარწმუნებული ვარ ბათუმშიც ესეა, მაგრამ ჯერ კიდე არსებობს ადგილები, კუნძულები რაღაცნაირი შენარჩუნებული, სადაც ქალაქის ისტორიული და მრავალშეირანი კულტურული იერსახე ჯერ კიდე არსებობს. და რაც მოსაფრთხილებელია და რის გამოც თბილისი არის თბილისი და ბათუმი არის ბათუმი, ხო? სილოსნაირი შენობების დანგრევა ნიშნავს, რომ ჩვენ თბილისის ერთ ისტორიას უბრალოდ ესე ამოვკვეთავთ და მოვისვრით სანაგვეზე, რაც ძალიან სამწუხარო იქნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრისთვის ეს შენობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ბავშვობის მოგონებებთან დაკავშირებული. ძალიან ბევრი პოზიტიური მაგალითი არსებობს ინდუსტრიული შენობების გარდაქმნის და განსაკუთრებით სილოს ტიპის შენობების, იმიტომ რომ ბევრ ქვეყანაში პატივსცემენ ამ მემკვიდრეობას, არა მარტო ევროპაში, არამედ აზიურ ქვეყნებშიც და უამრავი მიმართულებით შეიძლება ამ შენობის განვითარება. განსაკუთრებით იმიტომ, რომ სტრუქტურულად ესეთი მდგრადია. სტუდენტურ საცხოვრებლად გადაკეთებული სილო არსებობს სახელოვნებო ინსტიტუციები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული კომპლექსები, შიგნით მოწყობილი პატარ-პატარა კინოთეატრები, ვიზუალურად, ესთეტურად, არქიტექტურულად, ყველანაირად საინტერესოდ შეიძლება იყოს ეს დატვირთული და ჩვენს არქიტექტორებს გვაქვს ამაზე ნაფიქრი ბევრი და სხვადასხვა მიმართულებით დამუშავებული ინიციატივებიც არსებობს, რაც სამწუხაროა, რომ ჩვენთან არავის არ აინტერესებს, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ ჩვენი ვერსიები ამ ადგილების, ანუ ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ ჩვენი წარმოდგენით საუკეთესო განვითარება რა იქნებოდა, ეს დავინახოთ და დავწმუნდეთ ჩვენ თვითონაც იმაში, რომ შესაძლებლობა აქვს ამ ტერიტორიას განვითარების. აი მაგალითად, როცა ამ შენობის გარშემო ტერიტორიას ვიკვლევდით, აღმოვაჩინეთ, რომ არანაირი სარეკრეაციო სივრცე არსად არ არის. და ვთქვათ, ვარკეთილში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთადერთი შეკრების ადგილი, გარდა თავიანთი უშუალო სამეზობლო ეზოებისა, არის East Point-ის პარკინგი. ხო, ანუ ეს ხო არ არის სარეკრეაციო სივრცე, უბრალოდ გახსნილი
გახსნილი ადგილი არის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს შენობა ახლოს არის აეროპორტთან. აქ რო გაკეთდეს თქვათ სასტუმრო ტიპის შენობა და რაღაცა სხვა დამატებითი ფუნქციებით, ხო? სახელოსნოებით, კაფეებით და ასე შემდეგ. ეს ადგილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ამ სამგორის და ნავთლუღის ტერიტორიაზე. იმიტომ რომ აი როგორც თქვი, ყველაზე ესეთი მიზიდულობის წერტილი არის East Point-ი, რომელიც არის ჩვეულებრივი სავაჭრო ცენტრი და რეალურად არანაირ სხვა ფასეულობას არ წარმოადგენს, ხო? აქ კიდე ეს კულტურული ისტორიული ფასეულობა უკვე თავისთავად არსებობს. შენობა იმდენად მონუმენტურია და ამ მონუმენტურებით იმდენად მიმზიდველია, რომ აქ რაც არ უნდა მოხდეს, ყველა ვარიანტში საინტერესო ფუნქცია, რა ფუნქციაც არ უნდა შემოვიდეს, აი თუნდაც მხოლოდ სასტუმრო იყოს, მაინც საინტერესო იქნება და East Point-ის პარკინგზე ყავის დალევის ნაცვლად ადამიანები აქ შეიკრიბებიან მთელი მომიჯნავე განაშენიანებიდან, რაც უკვე გაზრდილია და საკმაოდ ბევრი მომხმარებელი შეიძლება ყავდეს ამ ადგილს. მე პირადად ძალიან დიდი ხანია მაღელვებს ამ შენობის ბედი და ნუ რაც ვნახე, რომ გამოცხადდა ეს გამოცხადა თუ გამოქვეყნდა ამ ადგილას დამუშავებული განვითარების კონცეფცია, მას შემდეგ თუ თვალს ვადევნებ და ჩასაფრებული ვარ, რომ აბა რა მოხდება და მისცემენ თუ არა ნებართვას და თითქმის ბოლომდე მქონდა იმედი, რომ იქნებ ეს ნებართვა იმდენად გაიწელოს, რომ აქ განაშენიანება არ დაიწყოს და დემონტაჟი არ დაიწყოს, მაგრამ აი შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ დემონტაჟი იწყება. და ბევრს ფიქრობდი, რომ აი რა შეიძლება გავაკეთო, იმიტომ რომ იმდენად უიმედო რეალობაში ცხოვრობთ ახლა ყველა ჩვენ, რომ რაღაცა ერთი შენობის გადარჩენა თითქმის არავის აღარ გვაღელვებს და სხვა ბევრად უფრო რთული და მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც ადამიანებს აღელვებს და უჭირთ. ამიტომ არ მაქვს იმედი, რომ ესე მართლა შევძლებთ ამ შენობის გადარჩენას. მაგრამ მაინც მგონია, რომ ცოტა ღირს და ალბათ გაერთიანება და ერთმანეთის გვერდში დადგომა ყველაზე კარგი ხერხი იქნებოდა. და პირველი ამისთვის რაც უნდა გავაკეთოთ, არის ალბათ ამ ხელმოწერებში დამატება, ხო, ვისთვისაც ეს შენობა ასევე მნიშვნელოვანია და არ უნდა რომ დაინგრეს, კარგი იქნება თუ ამ ჩვენს გამოქვეყნებულ განცხადებას ხელს მოაწერენ. მესმის რომ სხვა ბევრად უფრო მტკივნეული მძიმე სოციალური საკითხებით ვართ დატვირთული ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ ესეთი რაღაცები ნენელა ინგრევა, ესეთი ადგილები ნენელა ქრება და თბილისიც კარგავს თავის ისტორიულ იერსახეს, რაც ჩვენთვის ძალიან მტკივნეული პროცესია საყურებლად.